მოგესალმებით ყველას. ჩვენთვის კეთილის მსურვებ ადამიანებსაც, ჩვენთვის ახლობელ არ კეთილის მსურვებ ადამიანებსაც აბსოლუტურად განურჩევლად ყველას მოგესალმებით და მინდა რაც შეიძლება მოკლედ ვეცდები რომ ყოველ შემთხვევაში მოკლედ ვთქვა ჩემი სათქმელი დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მარტიდან მოყოლებული, როცა ხალხმა დაიწყო გაპროტესტება რუსული კანონის რომელიც რატომღაც დღეს საერთოდ აღარავის აღარ ახსოვს და აღარ შეერა რომ რუსული კანონია, მე მაშინაც არ მჯეროდა, მაგრამ სხვებს იმ დღიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ახლა ჩემ სანაცნობოში, სანათესაოში, სამეგობროში აზრიურად გაიყო ერთ აზრზე ფიზიკურად ყველა ვერ იქნება. იმ დღიდან მოყოლებული, რატომღაც ეს მოწინააღმდეგე აზრის მქონე ადამიანები ზედმეტად აგრესიით გამოირჩეოდნენ. და ძალიან გთხოვთ ამ აგრესიას მივაწერთ იმას, რომ ქვეყნისთვის იყო ყველაფერი, არა, ეგრე არ არის. მიუხედავად ამ აგრესიისა, არასოდეს არ მიფიქრია და არც მდომებია, რომ საჯაროდ ვიღაცისთვის რაღაცა ესე შეურაცხყოფა მიმეყენებინა, ან საჯაროდ ვიღაცა ახლობელი მეგობარი ან ნათესავი რაღაცა დამცინებლად მომეხსენიებინა. არასოდეს არ მდომებია ეს და არც დღეს არ მინდა რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენო, იმიტომ რომ გაგიკვირდებათ და გამოჩნია ზნეობა. და ამ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებმა, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ, ჩამოაყალიბეს ტენდენცია, რომ შენ თუ მათ მხარეს არ იჭერ და შენ თუ აქციაზე არ დგახარ, შენ ხარ საქართველოს გამყიდველი, შენ ხარ მონა, შენ ხარ რუსეთუმე და კიდევ ბევრი საშინელი რამ, რაც იკადრეს. და ვერავინ ვერ მეტყვის იმას, რომ მე რადგან განსხვავებული აზრი მაქვს და მე ამ აქციებზე არ ვდგავარ და ევროკავშირის დროშას არ ვაფრიალებ, მე ჩემი საქართველო არ მიყვარს. დამიჯერეთ, თქვენზე მეტად მიყვარს ჩემი სამშობლო, თქვენზე მეტად მიყვარს ჩემი ეკლესია და თქვენზე მეტად მინდა ჩემს ქვეყანაში იყოს მშვიდობა. კიდევ ძალიან ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება, უბრალოდ ზედმეტად გრძელი ვიდეო გამოვა და თავს აღარ შეგაწყენთ. უბრალოდ ერთი იცოდეთ, რომ ამ შეურაცხყოფით მე და ჩემს ოჯახს ვერაფერს ვერ დაგვაკლებთ, უბრალოდ ისევ თქვენზე აისახება და თქვენს ზნეობაზე და კულტურაზე აისახება ეს ყველაფერი, მეტი არაფერზე. მადლობა, ვინც მისმინეთ ბოლომდე, ნახვამდის და წარმატებები და მშვიდობა ჩვენს ქვეყანას.